ნახოთ რა გაგრძელება მოყვება ეპიზოდს გრძელდება დილას შეტევა კარგი მომენტია შეყილაძე დარტყმა აიღო მეგრელიშვილმა დამატება იქნება დარტყმა ტრეიფულერი და საბოლოოდ ბურთი დარჩებათ იბერიას ფეხბურთელებს თუმცა გრძელი გადაცემა პაატა ღუდუშაურზე ღუდუშაური მიიღო ბურთი ვნახოთ რა მოხდება იბერია შეტევა გრძელდება პასი უკან დარტყმა და ბრავო აი ახლა დაფიქსირდა თამაშგარი მდგომარეობა საკმაოდ იყო მაგრამ დაბლოკა კიდეს მსოლმა თამაშგარის დაფიქსირდა გრძელდება შეტევა დადიანი შორი მანძილიდან გასროლა და იბერიას დარტყმა ნახეთ არა ჯულავა ჩაწოდება საჯარიმოში სელიმოვიჩი ურტყამდა კიდევ ჯულავა ზაგანია კარგი იყო ამ ეპიზოდში ბარტიშვილი გრძელდება იბერია შეტევა ბარტიშვილის პასი ღუდუშაურზე და რა ბურთი შეაგდო ძალიან მაგარი გოლი გაიტანა პაატა ღუდუშაურმა იდეალური შესრულება და ანგარიში ხდება 1-0 მეორებას და მართლაც ვისი ამოვნებთ ამ ლამაზი გოლით ჯინჯოლოვას გადაცემა ზაგანია ძალიან კარგად თამაშობს გაატარა ბურთი და აი ბარტიშვილის პასთან ნახეთ ღუდუშაურის შესანიშნავი შესრულება და ანგარიში ხდება 1-0 იბერია დაწინაურდა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა მართლაც პაატა ღუდუშაურმა და დააწინაურა იბერია ტაიმის მიწურულს ბურთი დილას ფეხბურთელებმა მალის ჩაწოდება კარგი მომენტი მეგრელიშვილი გადაარჩინა იბერია შეყილაძის დარტყმა აიღო გრძელდება შეტევა კუაკუს გადაცემა გადაარჩინა იბერია კიდევ ერთხელ მალის პასი და მეგრელიშვილის სეივი ანდრია ბარტიშვილიც რომ მოძრაობა რა კარგი იყო პასი გააკეთა გრძელდება შეტევა დარტყმა და ბრავო კერესელიძეს რა ბურთი მოიგერია აქ და ანგარიში ეს კიდევ ერთხელ ეს მომენტი ნახეთ ბარტიშვილმა რა კარგად ითამაშა ეს პაუზა რა კარგად შევიდა და მე უკვე ეს ღუდუშაურის დარტყმა და ნახეთ რთულესი ბურთი აიღო მართლაც და ეს კი ის მომენტია რომ აშკარად ჯინჯოლავა გამორბენი დარტყმა და ბრავო დავით კერესელიძეს მოიგერია ეს 11 მეტრიანი შეუქმებას იმიტომ რომ მანამდე იყო ჯარი დარღვევა ნუ უხეშ ასე რომ ვთქვათ ისე წავიდა სელიმოვიჩი რომ შეიძლება ჯარიმის დაფიქსირება აკი შესანიშნავია კერესელიძე უმარ გუნდს გრძელდება იერიში დარტყმა შორი მანძილიდან კერესელიძე ისე მოწოდების სიმაღლეზეა გორელთა გოლკიპერი კაფე გარბის პასი ზაგანია ვნახოთ როგორ დასრულდება იერიში შევიდა ზაგანია საჯარიმოში სრულ მოძრაობა დარტყმა არ იყო თამაშგარი მდგომარეობა და გორის დილას მენთეშაშვილი ჩააწოდა საჯარიმოში და ამ შემთხვევაში ნიკო ცეცხლაძე ჟანმარკ ტიბუე შევიდა საჯარიმოში პასი გააკეთა ჯინჯოლავა გუნდის კაპიტანმა ითამაშა კარგად ალბათ არა გაგრძელდა შეტევა კარგი მომენტი დარტყმა და ისევ ჯინჯოლავა კაპიტანმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მენთეშაშვილი ისევ სწრაფი გათამაშება იქნება თუ ჩაწოდება არა დასრულდა მატჩი დასრულდა 1-0 იბერიას გამარჯვებით